მოგესალმებით, მე ვარ ლეონ დულიაშვილი და ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება მასივები. მასივი არის ცვლადის ტიპი, რომელშიც შეიძლება შეინახოს რამოდენიმე მნიშვნელობა ერთდროულად. სხვა სიტყვებით, მასივი ეს არის მონაცემთა ჩაწერის ტიპი, რომელიც შედგება მონაცემთა დანომრილი ფრაგმენტებისგან. ამ ფრაგმენტებს ეწოდება მასივის ელემენტები, ხოლო ფრაგმენტების ნომრებს ამ ფრაგმენტების ინდექსები. მასივი აგრეთვე შეიძლება განვიხილოთ როგორც მნიშვნელობათა მოწესრიგებული ნაკრებები. JavaScript-ში მასივის ელემენტები შეიძლება შეიცავდნენ სხვადასხვა ტიპის მონაცემებს. მაგალითად, ერთი შეიძლება იყოს მთელი, მეორე 10 წილადი და ასე შემდეგ. აგრეთვე მასივებს ახასიათებს დინამიურობა, ანუ შეგვიძლია წავშალოთ რომელიმე ელემენტი ან პირიქით დავამატოთ. მასივის ინდექსი იწყება 0-დან. თუ მასივში არის, თქვათ, 5 ელემენტი, ამბობენ, რომ მასივის სიგრძე არის 5, ხოლო მისი მაქსიმუმ ინდექსი იქნება 4. განვიხილოთ მასივის შექმნის ვარიანტები. აი, ასეთნაირად შეგვიძლია შევქმნათ მასივი. ხსნით კვადრატულ ფრჩხილებს და შიგნით წერეთ რა ელემენტიც გვინდა. ჩვენ შემთხვევაში ჩავწერეთ 1, 2 და მძიმეებით გამოვყოფთ, ხო? შემდგომ 5.6, ასევე string hello, ასევე string word, ასევე boolean ტიპი true და შემდგომ დავბეჭდით ეს ჩვენი მასივი. მოდი ვნახოთ. აი, მართლაც. ну, როგორც ხედავთ, არაი, 7 ზომის არის და დანომრილია 0 ინდექსით, როგორც ხედავთ. დავარეფრეშოთ, ასე. 0, 1, 2, 3, 4, 5. ანუ 6 ზომისაა, მაგრამ ბოლო ინდექსი არის 5, იმიტომ რომ 0-დან იწყება მისი ათვლა. კი ბატონო, ну, ეხლა ვნახოთ მასივის სიგრძე როგორ უნდა გავიგოთ, ხო? ესეთი length, ასე ვთქვათ, ფილდი აქვს, ითით შეგვიძლია გავიგოთ. ასე პირდაპირ დავაბეჭდინოთ 6, ანუ მისი ზომა არის 6. ასევე შეგვიძლია ცარიელიც დავტოვოთ, აი აქ მაგალითად ძიმე დავუწერო ესე, დავასეივო და ეხლა მაგალითად ჩვენ არა ის რომ დავაბეჭდავთ, უკვე 7 ზომის იქნება, მაგრამ ეს არის ცარიელი, აი როგორც ხედავთ, empty დაწერა. და აქ ინდექსი არც მომცა, ხო? დიაში ეხლა როგორც ხედავთ, ამ მასივში სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია შენახული. ელემენტებთან წვდომა ხდება შემდეგნაირად. მაგალითად, დავაბრუნოთ მესამე ელემენტი. მესამე ელემენტი რომ დავაბრუნოთ, ამისათვის უნდა გადავცეთ ინდექსი 2. აი ეს. მოდი ნახოთ. ინდექს 2-ზე ზის 2-იანი. ანუ, როგორც ხედავთ, მასივის მეორე ელემენტი ცარიელია, აი ეს. თუ მას დავაბრუნებთ, მივიღებთ მნიშვნელობა undefined. მოდი მივწერთ მეორე ელემენტს, ესე იგი პირველი ინდექსზე ზის მეორე ელემენტი. ნახოთ, მართლაც დაგვიბრუნა undefined. მოდი კიდევ ნახოთ ეხლა. მასივი კიდე როგორ შეიძლება შეიქმნას. აქ შეგვიძლია დავუწეროთ new array. ესეთი სინტაქსიც აქვს მას. აი ესეთ შეგვიძლია შევქმნათ იგი. უბრალოდ აქ უნდა გავხსნათ ესე ფრჩხილები, რადგან ეს კლასია და აქ ეხლა პრობლემა გასო. აი ეს. ну, იდეაში ნახოთ მოდი. ასე, ეს ფრჩხილები აბა წაუშალოთ, დავასეივოთ. რატო აწითლება?
ნუ ამ ძიმეზეა გართულება ახლა. აქ რატომღაც ვეღარ აღიქვავს. მაგრამ ჭხილებში შიგნით სადღაც ეს ჭხილები რა შიგნით. undefined-ია მოიღო კი ბატონო, ანუ ესე ახლა შეგვიძლია ხა ეს გავუკეთოთ. და ესე დავბეჭდოთ პირდაპირ. ანუ RI ეს როგორც კლასი ასეა. და შეგვიძლია დავბეჭდოთ ჩვენ მომეს ჩვენი მასე. ანუ მეორენაირად ესეც შეგვიძლია შევქნათ რა. მაგრამ არსებობს ის მოკლე გზა წეგან რაც განახეთ. ანუ ამ ჩანაწერით ჩვენ გამოვიძახეთ ობიექტი RI-ის მეთოდი კონსტრუქტორი. ეს არის კონსტრუქტორი. კი ბატონო, მოდი ახლა ვნახოთ ასოციაციური მასივები. მასივის ინდექსი შეიძლება იყოს არა მარტო ციფრი, არამედ მაგალითად სტრიქონული ტიპისაც. სახელდებული ინდექსების შემცველ მასივს ეწოდება ასოციაციური მასივი. ასოციაციური მასივი არის მონაცემთა სტრუქტურა, რომელშიც შეიძლება შევინახოთ ნებისმიერი ინფორმაცია, გასაღები მნიშვნელობა ფორმატში. ანუ ის შეიძლება შევადაროთ კარადას წარწერებიანი უჯრებით. მონაცემები ინახება ამ უჯრებში. დასახელების მიხედვით ადვილად პოულობთ საჭირო უჯრას და ვიღებთ იქიდან ინფორმაციას. JavaScript-ში ასეთი მასივები არ გამოიყენება. JavaScript ასე ვთქვათ, მათ აღიქვავთ როგორც ობიექტს, რის შედეგადაც მასივის ყველა ფუნქცია და მეთოდი არასწორ მნიშვნელობას დააბრუნებს. მასივი არის ობიექტის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სახეობა. განსხვავება ობიექტსა და მასივის შორის არის ის, რომ ობიექტში გვაქვს სახელდებული ინდექსები, მასივში კი ნუმერაციულები. როდის გამოვიყენოთ მასივი და როდის ობიექტი. იმის გათვალისწინებით, რომ JavaScript ასოციაციური მასივებს არ უჭერს მხარს, ობიექტი უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ელემენტების ინდექსები გვინდა, რომ იყოს ტექსტური ტიპის. ხოლო თუ გვინდა, რომ იყოს რიცხვითი ტიპისები, მაშინ უნდა გამოვიყენოთ მასივი. ნუ ახლა ვნახოთ მოდი მასივის დათვალიერება. ფორინით რომ ასე ვთქვათ დავატრიალოთ. დაუშვათ გვინდა მასივის ელემენტების მნიშვნელობებისა და ამ ელემენტების ინდექსების ნახვა. ამისთვის გამოიყენება for in ინსტრუქცია. მოდი აბა გავუშვათ. ის არის ინდექსი, მნიშვნელობა არის 1, ნუ ინდექს 4-ზე მაგალითად მნიშვნელობაა word-ი, ინდექს 2-ზე მნიშვნელობაა 5.6. ანუ ასეთნაირად შეგვიძლია უფრო ცხადი სახით გამოვიტანოთ ეს ჩვენი მასივი, როგორც მე დავბეჭდე ახლა. ახლა ვნახოთ მოდი მასივის მეთოდები. RI join. მასივის ელემენტების სტრიქონულ ტიპად ჩაწერა იმ შემთხვევაში, თუ joins პარამეტრად არაფერს მიუთითებთ. ელემენტები ერთმანეთისგან გამოიყოფიან ძიმით. აი ამ შემთხვევაში შექმნილი გვაქვს მასივი, შემდგომ უწერთ joins, ხო? შედეგი იქნება აი ეს. რო თუ მიუთითებთ მაშინ ელემენტები გამოიყოფა მითითებული სიმბოლოდ, ნუ რასაც მიუთითებთ. ამ შემთხვევაში ასე. მოდი ვნახოთ რა შედეგი გვაქვს. აი როგორც ხედავთ, პირველი მძიმეებით გამოყო, ხოლო შემდეგი ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ჯოხით რაც მიუთითებთ. ანუ აქედან გამომდინარე join-ი რა შევა, ხო? აერთიანებს შიგნით მასივის ელემენტებს. კი ბატონო, მოდი კიდევ ვნახოთ ახლა მასივის ფუნქცია, რომელსაც ქვია reverse. reverse
მასივს ალაგებს უკუღმიმართულებით, ანუ ახალ მასივს კი არ ქმნის, უბრალოდ უკუღმიმართულებით აი ესე წამოვა true old-ი, აი როგორც აქ მიწერია. ანუ აბრუნებს ასე თქვათ. მოდი გავუშვათ და დავrწმუნეთ ამაში. აი მართლაც ახლა უკუღმა შეაბრუნა მასივი. ასევე გვაქვს სორტი. სორტი გამოიყურება ასეთნაირად. ნუ მასივის ელემენტების ანბანის მიხედვით დალაგება მოხდება. ახალ მასივს არც ეს ქმნის. და ციფრების განხილვა, როგორც სტრიქონებს თუ აქ ასე ვთქვათ, შეერევა string-იც, ხო? ნუ ამ შემთხვევაში დაალაგებს კლებადობის მიხედვით, რადგან A-ს ვაკლებ B-ს, ასეთი ჩანაწერი აქვს. ნუ მართლაც 5 22 100 111 222. კი ბატონო. ხოლო ჩანაწერი აი ასეთი იყო და თუ შევეცდები ახლა B-ს გამოვაკლო A, ამ შემთხვევაში პირიქით დაალაგებს ზევიდან ქვევით, აი 222 111 122 5. კი ბატონო. ნუ იმ შემთხვევაში თუ აი ეს არაფერს გადავცემდით და ესეთი არეული მასივი გვექნებოდა, ანუ შიგნით string-იც, boolean-იც და ციფრებიც, შედეგი იქნებოდა აი ასეთი, რაც აქ მიწერია, ასე ვთქვათ. აი ესე დაალაგებდა. ანუ ეს რიცხვებიც სტრიქონებად ავიქვა. კი ბატონო, მოდი ახლა ვნახოთ კიდე array კონკატი. კონკატი ანუ გაერთიანება, მას შეგვიძლია გადავცეთ ეს ელემენტები და ესე ვთქვათ მასივს ამატებს ელემენტებს ბოლოში. ან შეგვიძლია კიდე ერთი მასივი გადავცეთ და გააერთიანებს, ასე ვთქვათ, შეკრავს ესე. ნუ მაგალითად ახლა ამ შემთხვევაში ამ მასივს დაუმატებს ამ ორ, ასე ვთქვათ, ელემენტს. და შედეგად გვექნება გაერთიანებული უკვე აი დაბლა რაც მიწერია. აი ნახოთ, კი ბატონო, აი ესე გააერთიანა. ეს არის კონკატი, ანუ აერთიანებს მასივს. მოდი ახლა კიდევ ნახოთ slice-ი. ნუ რა არის ახლა slice-ი? მასივის ფრაგმენტის ამოღება. გადაეცემა ორი პარამეტრი, პირველი პარამეტრის მნიშვნელობის ინდექსიდან იწყებს ამოჭრას და მეორე პარამეტრის წინა ელემენტით ასრულებს. ანუ მეორე პარამეტრის ინდექსიანი ელემენტი არ შედის ამოჭრილ მასივში. თუ მხოლოდ ერთ პარამეტრს მიუთითებთ, მაშინ ამოჭრის ამ პარამეტრიდან მასივის ბოლომდე. თუ უარყოფით მნიშვნელობებს მიუთითებთ პარამეტრად, მაშინ ბოლოდან ამოჭრის, ასე ვთქვათ. რადგან მინუს ვერ მიხდება და ბოლოდან ამოჭრის, ხო? კი ბატონო, მოდი ახლა ჩამოწერილი მაქვს, აი ამ შემთხვევაში მაგალითად გადავეცი 2 და 4, ხო? ამოიღებს. ანუ შედეგი იქნება ამომიჭრის C-ს და D-ს. იმიტომ რომ პირველი არის ეს 2, ხოლო 4 არის 1 2 3 4. აი ეს. ნუ ამ შემთხვევაში მეორე პარამეტრს არ გადავცემ. აქედან ამომიღებს ყველას, ხო, რაც შეხვდება. იმ შემთხვევაში თუ მინუს გადავცემ, -2-ს. აი როგორც ხედავთ, ბოლოდან აქედან დაიწყებს და 1 2 აქედან ამომიღებს, ხო? თუ გადავცემ ეხლა აქედან კიდე მინუს და კიდე მეორეცაც მინუს, ანუ 1 2 3 და ამომიღებს აქედან აი ამას. ანუ უკრინდან მოსდევს ეს, ხო? მოდი დავასეირო და დავწუნდეთ. კი ბატონო, იგივე შედეგებია, რაც მე მიწერია, ხო? აი. კი ბატონო. ეხლა ვნახოთ ფუნქცია splice. მასთან ეთითება მინიმუმ 2 ელემენტი. პირველი უჩვენებს თუ მასივის რომელ ელემენტიდან დაიწყოს ამოჭრა
ხოლო მეორე უჩვენებს საწყისი ელემენტიდან რამდენი შემდეგი ელემენტი უნდა ამოჭრას. ამის შემდეგ კი ქმნის ახალ მასივს, რომელშიც თავსდება ამოჭრილი ელემენტები. აი ამ შემთხვევაში მოდი გავუშვათ AF. ანუ თავის თავშივე შეინახა ეს, ხო? 2 გადაეცა, ესე იგი ანუ ამოჭრას ამ შემთხვევაში A2 არის 1 2 და აქედან დაიწყო, ხო? ანუ 0 მეორე ინდექსი 0 1 2 აქედან დაიწყო და ამოიღო აქედან 2 ცალი, ხო? ანუ ამოიღო C და D. კი ბატონო, და დარჩა ესენი რომ წავშალოთ, დარჩა AB, F და მართლაც დაგვიბეჭდა ესე. ანუ ასეთნაირად მუშაობს ეს splice. Splice კიდევ შეიძლება მიეთითოს სხვა პარამეტრებიც, რომლებიც ამოჭრილი ელემენტიდან ამოჭრილი ელემენტების ნაცვლად ჩაჯდება საწყის მასივში. ეხლა განსხვავება slice-ისა და splice-ის შორის რა არის, ხო? Slice ქმნის ახალ მასივს და ძველი იგივე რჩება, ხოლო splice ახალ მასივსაც აბრუნებს და ამავე დროს პირველი მასივიც იცვლება. ასე ვთქვათ, მუტაციას განიცდის და მისგან იჭრება მითითებული ელემენტები. აი აქ რომ და აქ რასოები იყო, კი აქ მახსოვსები. ამას მეხედავ პრინციპში C D. და ახლა დავბეჭდავ ასევე ამ ახალ მასივსაც, ხო? New array. კი ბატონო. AB New array. სტინგების არაი დამეფრონა, კი ბატონო, და შემდგომ ვბეჭდავ, ხო? მოდი კონსოლში დავბეჭდავ. თან ცოტა კარგად გამოჩნდება. array 1 console.ly login new array ესე. გავუშვათ და ეს არის რაც ამოჭრა და ეს უკვე მეორეში რაც შევინახე, ხო? რეებიც, ანუ ეს რაც დარჩა პირველ მასივში, ეს კიდე რაც ამოჭრა მეორე მასივში შევინახე. კი ბატონო, ანუ ასე მუშაობს ეს splice. მოდი ახლა ვნახოთ push-ი რა შვება ჩვენ მასივში. არა, push-ი ახდენს ახალი ელემენტის დამატება მასივის ბოლოში. ჩვენ შემთხვევაში, შედეგი გვექნება ეს მასივი, ხო, აქ A B C D E F და დავამატოთ 1 2 3. შედეგი იქნება აი ეს. მოდი ვნახოთ. მართლაც ეს არის შედეგი. მოდი ახლა ვნახოთ კიდე pop-ი რა შვება. ეს დავაკომენტაროთ. აი ეს. მოდი პრინციპში ეს დავაკომენტაროთ. ან pop-ი მასივის ბოლო ელემენტის წაშლას ახდენს, ანუ აბრუნებს წაშლილ ელემენტს შემდგომ. ანუ ბოლოდან ამ შემთხვევაში F-ს ამოაგდებდა. აქ რო შევინახოთ რამე, რასაც ამოაგდებს, იმას გვიფულებს. მოდი ნახოთ. აი ამოაკლო მართლაც F, A B C D E. ამოაკლო F.
ფუნქცია array is array იმის გამოიყენება იმის გასაგებად, ცვლადში მოქცეულია თუ არა მასივი, გამოიყენება, ასე ვთქვათ, ეს ფუნქცია array, ანუ ობიექტიდან გამოძახებული is array ფუნქცია. ანუ შევქმნით რაღაცა მასივი, შემდგომ ცვლადში შევინახეთ ამის დაბრუნებული ნიშნულობა. is array დაგვიბრუნა შემდეგი true, რომ ეს მართლაც არის მასივი, ხო? ნუ შემდგომ რაღაც ვადი შევქმნი მივანიჭე 15 და შევამოწმე ეს age არის თუ არა მასივი. შესაბამისად დაბეჭდავდა რა თქმა უნდა false. მოდი გავუშვათ და ვნახოთ. console true და false კი ბატონო. ნუ დავამთავრეთ მასივების და ჩვენი გაკვეთილიც დამთავრდა. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.